მოგესალმებით. Ალბათ ბევრს გსმენიათ ფუტკრის შხამის სასწავლმოქმედი თვისებების შესახებ, მაგრამ იცით, როგორ იღებენ მას. დღეს სწორედ ამ საოცრად საინტერესო პროცესს ჩაუღრმავდებით, სადაც მერწმუნეთ თანამედროვე ტექნოლოგია და ბუნება ერთმანეთს იზრდება როგორც არსად სხვაგან. მოდით ვნახოთ რა ხდება სკის შიგნით. და მოდი პირდაპირ დავსვათ მთავარი კითხვა, ის რაც ალბათ ყველას გვაინტერესებს. როგორ უნდა გამოწვეულო ფუტკარ შხამი ისე რომ არ მოკლა? ხომ იცით ეს ერთი შეხედვით შეუძლებელი ამოცანა იყო, ნამდვილი თავსატეხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აწუხებდა მეფუტკრეებს. აი სწორედ აქ იყო პრობლემა. ამ წარმოუდგენლად ძვირფას ნივთიერებას ისტორიულად სასიკვდილო ფასი ჰქონდა. ესე იგი, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ფუტკრის შხამი, ანუ აპიტოქსინი, უბრალოდ სითხე არ არის. ეს არის ნამდვილი ბიოლოგიური კოქტეილი. წარმოიდგინეთ, სავსეა 1000 გვარი ცილებით და პეპტიდებით. მაგრამ თავარი მოქმედი პირი აქ არის ნივთიერება სახელად მელიტინი. აი, სწორედ ის შეადგენს შხამის მშრალი წონის დაახლოებით ნახევარს და სწორედ მის გამოა ეს შხამი ასეთი ღირებული. და ეს ტრადიციული სამწუხარო პრობლემაც. საქმე ფუტკრის ნესტრის აგებულებაშია. როცა ის ჩვენს კანს ესობა, მისი დაგბილული კაუჩებიანი ნესტარი შიგნით იჭედება. გათავისუფლების მცდელობისას ფუტკარი ფაქტობრივად საკუთარ თავს გლეჯს. ნესტარის სხეულის ნაწილთან ერთად რჩება კანში და ფუტკარი რა თქმა უნდა კვდება. ანუ ყოველი ნაკბენი მისთვის იყო თვითმკვლელობა. ეს იყო და ეს. მაგრამ საბედნიეროდ ტექნოლოგია არ დგას ერთ ადგილას. ამ სასტიკ პრობლემას იცით როგორი გამოსავალი მოუძებნეს, შოკის მომგურელად მარტივი და რაც მთავარია, სრულიად უვნებელი. მოემზადეთ, რადგან ამან თამაშის წესები მთლიანად შეცვალა. აი ნახეთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი. გვაქვს სპეციალური კოლექტორი. ეს არის ჩარჩო, რომელშიც ჩდება მინის ფირფიტა. რა თქმა უნდა, ფირფიტა ჯერ სპირტით კარგად უნდა გაიწმინდოს. შემდეგ ამ თლიან მოწყობილობას პირდაპირ სკის ჩარჩოებზე ვდებთ ზემოდან და ვუერთებთ პატარა დაბალი ძაბვის კონტროლერს. ჯერჯერობით ყველაფერი მარტივია, ხო? და აი, აქ იწყება ნამდვილი მაგია. კონტროლერიდან მოდის ძალიან სუსტი ელექტრული იმპულსი, რომელიც ფუტკრებს ოდნავ აღიზიანებს. და რას აკეთებენ ისინი? ინსტინქტურად, რეფლექსურად ნესტრავენ იმას, რაც მათ ეხება. ამ შემთხვევაში მინის ფირფიტას. მაგრამ რადგან მინა მაგარი და გლუვია, დაგბილული ნესტარი ვერ სადეჭედება. ფუტკარი უბრალოდ ტოვებს შხამის პაწაწინა წვეთს მინაზე და მიფრინავს. სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი. გენიალური არა? იცით, ამ პროცესის ასახსნელად ერთი ძალიან კარგი შედარება არსებობს. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ ადამიანი დაარწმუნო, ხელსაყოთში დააცემინოს. შენ ხომ არაფერს აზიანებ. უბრალოდ ბუნებრივ რეფლექსს იწვევ და იჭერ იმას, რაც ისედაც დაიკარგებოდა. ზუსტად იგივე ხდება აქაც. კარგი, ტექნოლოგია გასაგებია, მაგრამ საუკეთესო ხელსაწყოს კი უსარგებლოა თუ არ ყავს საუკეთესო მუშაკი. და ამ საქმეში ჩვენს ისტორიაში მთავარი როლის შემსრულებელი სწორედ განსაკუთრებული სახეობის ფუტკარია. გაიცანით, ეს არის ჩვენი ვარსკვლავი, კავკასიური რუხი მთაღევის ფუტკარი და რატომ არის ის საუკეთესო? უყურეთ, პირველი, ის წარმოუდგენლად მშვიდი ხასიათისაა. ეს ნიშნავს ნაკლებ სტრესს ყველასთვის. მეორე, მას აქვს ყველაზე გრძელი ხორთუმი სხვა ფუტკრებს შორის, რაც უკეთეს კვებას და შესაბამისად უფრო ძლიერ პროდუქტიულ ოჯახს ნიშნავს. და რაც ყველაზე მაგარია, ის არ ეპუება ცუდ ამინდს. შეუძლია გრილ ნისლიან დღეებშიც იფრინოს, რაც შხამის შეგროვების სეზონს უბრალოდ გვიხანგრძლივებს. ახლა კი ცოტა მათემატიკა, მაგრამ ძალიან მარტივი. კავკასიური ფუტკრის ჰიბრიდს შეუძლია 157 მიკროგრამამდე შხამის შენახვა, როცა მაგალითად იტალიურს 129-ს. შეიძლება თქვათ, რა არის ეს 8 მიკროგრამიო, მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა საქმე ეხება ათობით 1000 ფუტკარს ერთ სკაში და ბევრ შეგროვებას სეზონის განმავლობაში, ეს პატარა სხვაობა უზარმაზარ კილოგრამებში გამოსახულ განსხვავებად იქცევა. დეტალები წყვეტს ყველაფერს. კარგი, ესე იგი, გვაქვს იდეალური ფუტკარი და შესანიშნავი ტექნოლოგია. მაგრამ პროფესიონალები აქ არ ჩერდებიან. მათ აქვთ კიდევ ერთი საიდუმლო იარაღი მოსავლის გასაუმჯობესებლად და ეს მეთოდი, სიმართლე გითხრათ, საკმაოდ უჩნაურად ჟღერს. ისინი შხამს ღამით იღებენ. ოღონდ სანამ ღამეზე გადავალთ, ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი მინდა გაჩვენოთ. საქმე ეხება თავად კოლექტორის მავთულებს. დაუჯერებელია, მაგრამ მასალას, საიდანაც ეს მავთულებია დამზადებული, კოლოსალური მნიშვნელობა აქვს. შეხედეთ ამ ციფრებს. თითბერის მავთულები რაოდენობრივად ყველაზე მეტ შხამს გვაძლევს. ის აშკარა ლიდერია. მაგრამ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. რაოდენობა ყველაფერი არ არის, არა? საქმე ხარისხშია. და თუ თქვენი მიზანია მიიღოთ უმაღლესი ხარისხის, ყველაზე სუფთა შხამი, განსაკუთრებით სამედიცინო მიზნებისთვის, მაშინ არჩევანი ცალსახაა, ფოლადის მავთული. რატო? იმიტომ რომ ფოლადით მიღებულ შხამში მელიტინის შემცველობა თითქმის 67%-ს აღწევს. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ანუ პროფესიონალმა უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია, ბევრი თუ საუკეთესო.
კარგი, დაუბრუნდეთ ღამეს. რატომ არის ღამით მუშაობა ასეთი ეფექტური? ლოგიკა ძალიან მარტივია. პირველი, ღამით ყველა ფუტკარი სახლშია, სკაში. ეს ნიშნავს მაქსიმალურ კონტაქტს კოლექტორთან და შესაბამისად მეტ მოსავალს. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, სიგრილე და სიბნელე იდეალურია შხამის ნაზი კომპონენტების შესანახად. მზის სხივები მაგალითად ხარისხს აფუჭებს, ღამით კი ეს პრობლემა არ გვაქვს. აქ ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, კი მაგრამ ღამით სკასთან მუშაობა ხომ სრულ ქაოსს გამოიწვევს? და აი, კიდევ ერთი გენიალური ხრიკი. საიდუმლო წითელ შუქშია. საქმე ისაა, რომ ფუტკრები წითელი ფერის სპექტრს პრაქტიკულად ვერ ხედავენ. ანუ, შენთვის სამუშაოდ საკმარისი სინათლეა, მათთვის კი სრული სიბნელეა და აბსოლუტურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ. ეს არის ბიოლოგიის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საუკეთესო მაგალითი. კარგი, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ახლა ერთი წუთით უნდა შევჩერთეთ და ძალიან სერიოზულ თემაზე ვისაუბროთ. მინდა კარგად გავიაზროთ, ეს არ არის სათამაშო საქმე. ეს არ არის გააკეთე შენით პროექტი. საქმე გვაქვს უძლიერეს ბიოლოგიურ ნივთიერებასთან და აქ უსაფრთხოება არის ნომერ პირველი უმთავრესი პრიორიტეტი. დაივიწყეთ ჩვეულებრივი მეფუტკრის კოსტიუმი. ის აქ არაფერს გიშველით. საჭიროა სრული ვენტილირებადი დამცავი კომბინეზონი, სპეციალური ხიმიურად მდგრადი ხელდათმანები, დამცავი სათვალე, რომ შხამის ნაწილაკები თვალში არ მოგხვდეთ და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რესპირატორი. ამის გარეშე მუშაობა კატეგორიულად არ შეიძლება და რა თქმა უნდა ყოველი შემთხვევისთვის ადგილზე აუცილებლად უნდა იყოს ეპინეფრინის ავტოინჟექტორი, ანუ ეწოდებული ეპიპენი. აი რატომ არის რესპირატორი ასეთი მნიშვნელოვანი. როცა შხამი შრება, ის იქცევა უწვრილეს თითქმის უხილავ ფხვნილად. თავარი საფრთხე აქ უკვე ნაკბენი კი არა, ამ ფხნილის შესუნთქვაა. პირდაპირ ციტატას მოვიყვანთ, რომ კარგად გავიგოთ რისკი. გამშრალი შხამი წვრილი ფხნილია. მისი შესუნთქვა იწვევს ფილტვების ანთებას ან მწვავე ალერგიულ რეაქციას. ეს პირდაპირი საფრთხეა ჯანმრთელობისთვის. კარგი, წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ ჩატარდა და ძვირფასი მოსავალი აღებულია, მაგრამ საქმე აქ არ მთავრდება, პირიქით. ახლა იწყება ეტაპი, რომელიც არანაკლებ ცოდნასა და სიზუსტეს მოითხოვს. ამ ნივთიერების შენახვა. პროცესი ასეთია. კოლექტორზე დარჩენილ თხევად შხამს აცლიან, რომ ბუნებრივად დაკრისტალდეს. ამისთვის საჭიროა ბნელი, მშრალი და კარგად განიავებადი ადგილი. შემდეგ დგება ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი. ამ კრისტალებს ძალიან ფრთხილად სტერილური ხელსაწყოთით ფქეკენ მინისგან და დაუყოვნებლივად ათავსებენ ხერმეტულ, მუქი ფერის შუშის კონტეინერში. ყოველი წამი მნიშვნელოვანია. და იმისთვის, რომ ამ შრომამ წყალში არ ჩაიყაროს, შენახვის პირობები უკომპრომისოა. ხანგრძლივი ვადით შხამი ინახება საყინულეში, -20 გრადუსზე. ის სრულად უნდა იყოს დაცული სინათლისგან, ნესტისგან და ჰაერისგან. პროფესიონალები კიდევ უფრო შორს მიდიან. კონტეინერებს ხანდახან ინერტული გაზით, მაგალითად აზოტით ავსებენ, რომ დაჟანგვის უმცირესი შანსიც კი გამორიცხონ. მოკლედ, რას ვხედავთ? მთელი ეს პროცესი დაწყებული სკაზე დადმული მინის ფირფიტით, დამთავრებული საყინულეში შენახული ფხვნილით, წყვეტს ერთ უზარმაზარ ეთიკურ დილემას. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ ვაქციოთ ფუტკრის თავდაცვის მექანიზმი მდგრად და უსაფრთხო რესურსად. და ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს ერთ რამეზე. ახლა, როცა ვიცით, როგორ მივიღოთ ეს ნივთიერება ეთიკურად და დიდი რაოდენობით, რა არის მისი ნამდვილი სრული პოტენციალი მედიცინასა და მეცნიერებაში. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა უკვე მომავლის საქმეა.